შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანოს ხირტლაძის წინააღმდეგ გითხოვს, რომ სასამართლომ გამოიყენოს პატიმრობა. მოსამართლე თორნიკე ქოქჩიანი ამ წუთებში გავიდა სათათბიროდ და სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში გავიგებთ. ვანოს ხირტლაძეს სათამაშო მამლის გამო გაუშვებენ რამდენიმე დღიან პატიმრობაში, თუ მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფულადი სანქცია. დავაკავებთ იმის გამო, რომ მამალს აჭყვიტინებდა, ეს იყო სიტყვები, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს მოსამართლეს ორივე პოლიციელმა, ორივე დამკავებელმა პოლიციელმა დაკავების გარემოებად მიუთითა ის, რომ ვანოს ხირტლაძე საპროტესტო აქციაზე ჭყვიტინა მამლით გადაადგილდებოდა. ძალოვანი უწყების თანამშრომლები ამბობენ, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ხირტლაძე პოლიციის კორდონთან დადიოდა და ძალოვანი უწყების თანამშრომლებს მამლით ეთამაშებოდა. როცა ხვირწინ მამალს გიჭყვიტინებენ, ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება. ამას ამტკიცებდნენ სხდომათა დარბაზში დამკავებელი პოლიციელები და ამბობდნენ, რომ ხირტლაძემ ამ ქმედებით ძალოვანი უწყების თანამშრომლებს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ ითხოვს ახლა ძალოვანი უწყება, რომ ხირტლაძის წინააღმდეგ გამოყენებული იყოს პატიმრობა. დაადასტურეს ის, რომ ჭყვიტინა სათამაშომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები წყობიდან გამოიყვანა, თუმცა საჭო გარემოებებზე საუბრობენ დამკავებელი პოლიციელები. მაგალითად, ერთ-ერთმა დამკავებელმა პოლიციელმა თქვა, რომ არანაირ გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონიოდა, ხირტლაძისთვის არ მოუწოდებიათ, რომ ეს ქმედება უნდა შეეჩერებინა, თუმცა ერთი პოლიციელი ამტკიცებს, რომ ხირტლაძის წინააღმდეგ გამოყენებული იყო გაფრთხილება, გააფრთხილეს, რომ ეს ჭყვიტინა სათამაშო აღარ გამოეყენებინა, თუმცა ამ შემთხვევაში ხირტლაძემ პოლიციელებს არ მოусმინა და მამლის ჭყვიტინი გააგრძელა. საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავდნენ პოლიციელები, ცდილობდნენ ხალხი არ გაეშვათ. ჩვენ მოძრაობდით, ბევრი ვიყავით და პოლიცია არ გვაძლევდა გადაადგილების შესაძლებლობას. რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა? ხელში ეჭირა სათამაშოს მაგვარი ხელსაწყო, რომელიც გამოსცემდა ხმას. ეს მიჰქონდა პოლიციელების სახეებთან და ცდილობდა გამოწვევას. ტესტავდა რეაქციებს. აქციის მონაწილეებში გამოვარჩია ივანე, ეჭირა სათამაშო, რომელიც გამოსცემდა ხმას, ჭყვიტინებდა. იგი მიდიოდა პოლიციელებთან და გამოსცემდა ამ ხმას. როგორც პოლიციელმა ქმედების გამო თავის შეურაცხყოფილად ვიგრძენი. დაკავების მიზეზი გახდა ირონიული ქმედება, რაც გამოიხატებოდა სათამაშოს სახესთან ჭყვიტინით. მესმოდა ეს ხმა სპეციფიური და მაღალი ხმა აქვს ამ სათამაშოს. როცა მოქალაქე მოდის და რაღაც სათამაშოს ცხვირთან გიჭყვიტინებს, შეურაცხყოფელია, როცა ფორმა გაცვია, ეს დამამცირებელია. რა არის დამამცირებელი? ჭყვიტინი. პირველი ჭყვიტინი საიდან გაიგონეთ? რომ მიახლოვდით. ბატონი ივანე გამოირჩეოდა დამამცირებელი ქმედებებით. ხელში ეჭირა ჭყვიტინა სათამაშო, რომელიც დაჰქონდა პოლიციელებთან და გამოსცემდა ხმებს. ეს იქნა მისი დაკავების მიზეზი. მოწოდებას ადგილი მის მიმართ არ ქონია და მანძილიც ისეთი იყო, ვერ გაიგებდა ხმას. რასთან ასოცირდება თქვენთვის მამლის ჭყვიტინი? სოციალურ ქსელში არის ვიდეოები, სადაც ეს ხმა დაცინვის მიზნითაა გამოყენებული. შეიძლება ბევრი რამე ჭყვიტინებს, მაგრამ აღნიშნული სათამაშო იყო დამამცირებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკულიეს და წარმოადგინეს მხოლოდ ერთადერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვანოს ხირტლაძე საპროტესტო აქციაზე ჭყვიტინა სათამაშოთი გადაადგილდება და უწყება ამტკიცებს, რომ სწორედ ეს სათამაშო და ეს ხმები, რომელსაც სათამაშო გამოსცემდა, იყო დამამცირებელი. სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში გავიგებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თორნიკე ქოქჩიანი ვანოს ხირტლაძის საქმესთან დაკავშირებით, ვანოს ხირტლაძეს და მის მეგობრებს, ასევე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის დანაშაულის მთავარი იარაღი ჭყვიტინა სათამაშო, თუმცა არც დამკავებელმა პოლიციელებმა გასცეს ხირტლაძეს და მის მეგობრებს ამაზე პასუხი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.